ბათუმში არაერთი ცნობილი ქართველი და არა მარტო ქართველი საზოგადო მოღვაწისა თუ გმირის სახელობის ქუჩაა, რომელთა ხშირი ცვლაც ბათუმელებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის. Შეძლიან ამ ქუჩებს რომელსაც მიხდები და ჩემი თაობის ხალხი მაგალითად ძველი სახელები ეხსენებენ და ტაქსი როჯდებიან, კიდევ ესეუნებიან ძველ სახელებს და ესე მიდიან ქუჩებზე. რუსთაველისა და ხიმშიაშვილის ქუჩების გასაყარზე ერთი პატარა ქუჩა, რომელსაც ნურეთინ ჩარმიქლის სახელი ჰქვია. ვინა? ნურეთინ ჩარმიქლი. არ ვიცი, თურქია ვიღაც. ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩა როგორ ბათუმში ის? არც მე ვიცი. მას მეგრებოდა ის რომ გორგილაძისა ვიცოდა, ეს საკითხი დაგვიწყდა. ვიღაც თურქის სახელი ჰქვია, მაგრამ ზუსტად არ ვიცი ვისია. თუ იცით ვინა ნურეთინ ჩარმიქლი? არა, ნამდვილად არ ვიცი. ბათუმში რომის სახელობის ქუჩა გვაქვს? არა. სუპერი ადამიანია. აი გაციარება. თურქეთში და ძალიან სუპერი ადამიანია. ეს შენობა ერთ-ერთმა წარმატებულმა თურქულმა სამშენებლო კომპანია ნურო ჰოლდინგმა ააგო, რომლის დამფუძნებელიც გახლავთ ქართული წარმოშობის ნურეთინ ჩარმიქლი. ის ასევე 1997 წლიდან არის საქართველოს საპატიო ელჩი ქალაქ იზმირში. 2008 წელს, როდესაც ომი იყო, ყველა ინვესტორი გაიქცა საქართველოსდან, როგორც ვთქვით, ბატონმა ნურეთინმა, როგორც წარმოშობით ქართველია, გააგრძელა მშენებლობა. ჩარმიქლი თვითონ პიროვნება მეზობელი ქვეყნის მოქალაქე გახლავთ, რომელმაც 2008 წლის ომის დროს, როცა ჩვენს ქვეყანას ძალიან უჭირდა, დახმარების ხელი გამოუწოდა, ინვესტიციები მაშინ, როდესაც შეჩერებული იყო, ამ პიროვნებამ თავისი ინვესტიციები გააგრძელა და უფრო მეტიც დაეხმარა საქართველოს. არჩევანი არ მაქვს. ამ დავალების შესრულებას დავთანხმდი და სტოკჰოლმში ვერასდროს დავბრუნდები თუ არ მეწოდინება, რომ იმდენი ებრაელი გადავარჩინე, რამდენის ხსნაც ადამიანის ძალებს არ აღემატებოდა. ეს სიტყვები შვედი წარმოშობის რაულ ვალენბერგს ეკუთვნის. მან უამრავი ებრაელი გადაარჩინა და ზუსტად ამ დამსახურებისთვის ბათუმში მისი სახელობის ქუჩაცაა, თუმცა ამის შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცის. არ ვიცი, ვინა რას წარმოადგენს მუშაობს ადმე? რაულ ვალენბერგი? არა. რაულ ვალენბერგი? არა. პირველად მისმის ეგ სახელი. ბათუმში ამ და სხვა ახალი ქუჩების ცნობადობა დაბალია და ეს გამოწვეულია იქედან, რომ ქუჩებს ხშირად ეცვლებათ სახელები, თუმცა ალბათ არსებობს პრობლემის გადაჭრის გზებიც.